როცა აბრაამს არ ყავდა შვილი, როცა ღმერთი ეუბნება აბრაამს, რომ შენში იკურთხება დედამიწის ყველა ერი, აბრაამი არის უშვილო. მისი ცოლი სიყრმიდანვე უშვილო, უნაყოფო. ხო გახსოვთ ეს? და აბრაამი ეუბნება, უფალო, რატომ მეუბნები ამას? შენ ხო იცი რომ მე უშვილო ვარ და მთელი ჩემი ქონება ჩემს მსახურს უნდა დარჩეს. როგორ იქნება ეს? და ღმერთი ეუბნება, გამოდი გარეთ, ახედე ზეცას, ასე გაგამრავლებო, ღმერთი ეუბნება. ასე გაგამრავლებ. მე მოგცემ შენ, ერთი წლის მერე დაუბრუნდები, ღმერთი ეუბნება და შენ გეყოლება შვილი. ამ დროს არის აბრაამი სადღაც 100 წლის. სარა სადღაც 90 წლის. წარმოუდგენელი რაღაც. ახალგაზრდობაში არ ყავდათ შვილი, ამ სიბერეში რაღა უნდა ყავდეთ. საიდან როგორ უნდა იყოს ეს რაღაცეები? და ხდება სასწაული მართლა. მიიღეს შვილი. სარა დაფეხმძიმდა. გაჩნდა ისააკი. სადღაც 13 წლის იყო ისააკი და ღმერთი ეხება აბრაამს ერთ-ერთი ლოცვის დროს. რო იცოდეთ თქვენ, აბრაამი შენაირი ადამიანი იყო და ჩემნაირი ადამიანი იყო. როგორც დღეს მარინამ თქვა, რომ ღმერთისგან მაქვს სიტყვა და თქვა ეს სიტყვა. და ხშირად ჩვენ ეჭვი გვეპარება, მართლა ნეტა ღმერთმა მითხრა ეს? ნეტა ღმერთისგან იყო ეს? თქვენ რა გონიათ აბრაამს იგივე არ ქონდა? და ღმერთი ეუბნება აბრაამს, როცა ისააკი 13 წლის იყო სადღაც. რომ აიყვანეო შენი მხოლოდ შობილი, წაიყვანი ადგილზე, სადაც მე გეუბნები და შესწირე მსხვერპლად. ვაუ, ჩემთვის გასაოცარი რა არის ერთი რაღაც. როგორ შეძლო აბრაამმა ამის გაკეთება? ნანატრი შვილი, რომელსაც ჯერ ხო წარმოუდგენელი იყო, რომ ის შეეძინებოდა და მიიღო და მის სიხარულში რო ხარობდა ყოველ დღე. მე რო ვაკვირდები ხოლმე ჩემი შვილების პატარაობის ვიდეოებს, რო ვნახულობ ხოლმე ტირილით ხვდები. მახსენდება ყველა ის განცდა, მახსენდება ყველა ის გრძნობა, მახსენდება როგორ მათთან ერთად თამაში, მათ ყველაფერი მახსენდება, ყველა აბსოლუტურად ყველაფერი. და აი გული მიჩუყდება ხოლმე ამაზე. და აბრაამის თვალწინ შეიძლება მთელმა ცხოვრებამ გაირბინა, როცა ღმერთი ეუბნება, ვინ არის ეს სასტიკი ღმერთი? სინამდვილეში ეს ასე არ არის. აბრაამი იცნობდა ღმერთს. იცი მეგობრებო, თუ ამ კითხვების დასმას დაიწყებს შენ ცხოვრებაში, ან ღმერთს გაასამართლებ და ანადამ სხვა შედეგამდე ვერასდროს ვერ მიხვალ, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვხედავთ. ერთადერთი საშუალება დარჩე ღმერთთან ერთგული და სუფთა, ეს არის ერწმუნო და ენდომას, რომ ის ბოროტი არ არის. ის ბოროტი არ არის. მას ბოროტი არ უნდა შენ ცხოვრებაში. მას ბოროტი არ უნდა არავისთან. ერთადერთი საშუალება ეს არის. მე არ ვიცი. მე უნევიან, აბა ეს არის სამართალი. არ ვიცი. მე ვხედავ, რომ შეიძლება არ არის სამართალი. ჩემი თვალთა ხედვიდან, ჩემი გადასახედიდან. მაგრამ აქვე რო დამჭრა 10,000 ნაწილად, ვიტყვი, რომ ერთგულია ღმერთი და წმიდაა უფალი. იმიტომ რომ ანგელოზები გასძახიან ზეცაში ერთმანეთს. წმინდარს, წმინდარს, წმინდარს უფალი. ამენ. დიდება უფალს. ამიტომ მე მწამს, არ ვიცი, მაგრამ მწამს. ვერ ვიგებ, მაგრამ მწამს. და რამდენიც მწამს, ამიტომ ვლაპარაკობ. შალომ ისრაელ. შალომ ღმერთის ერს. შალომ ღმერთის აღთქმას. იმიტომ რომ ეს ღმერთის სიტყვა, ეს არ არის ჩემი სიტყვა. ჩვენ ვლოცულობ და ვშუამდგომლობ. მეგობრებო, იცი, ფაქტებზე რო ვიმსჯელოთ და ფაქტებს რო გავყვეთ, მოდი ავიღოთ თვითონ გამოსვლის წიგნში, პირველი მეფეთა წიგნში, როცა ღმერთი ელაპარაკება საულს, რომ საული უნდა წავიდეს და გაანადგუროს ყამალეკი. იყო ასეთი ერი, ყამალეკი. უნდა განადგურდეს ყამალეკი და ღმერთი ეუბნება საულს, ღმერთი აძლევს განკარგულებას სამუელის საშუალებით, რომ არაფერი იქიდან არ უნდა აიღოთო და არავინ იქიდან ცოცხალი არ უნდა დარჩესო. არც დიდი, არც პატარა, არც ქალი, არც ბავშვი, არავინ. და ადამიანური თვალთახედიდან, იცი დღეს არის ესეთი მიმდინარეობა,
გვიხსენები ეკლესიაში ამას რომ გავყვეთ ძალიან შორს წაგვიყვანს. არის ესეთი რაღაც გნოსტიციზმი. იცით რა არის ეს გნოსტიციზმი? ეს არის ბერძნული ფილოსოფიის, ბერძნული აზრის და ქრისტიანული რწმენის მიქსი, შეზავება და შედეგად არის მიღებული ეყრდნობა ძველ ეზოთერიკულ ტრადიციებს, ის ძველი ეზოთერიკული ტრადიციები შემოყავს ქრისტიანობაში და ქრისტიანობაში იყო ეს ძალიან ფესვგადგმული. და იცით რა არის მათი აზრი და მათი ისასაყრდენი? სხვათა შორის ისინი ამბობენ, რომ როგორ შეიქმნა სამყარო, ვინ შექმნა სამყარო? მათი წარმოდგენით ღმერთი არის განყენებული წმინდა სადღაც მიუწვდომელ ნათელში მცხოვრები, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ქვეყნიერებასთან. ისინი ამბობენ, ქვეყნიერება ღმერთს არ შეუქმნია. წმინდა ღმერთს არ შეეძლო ამ ნაკლიანი და ამ დანგრეული ქვეყნიერების შექმნა. მათი ხედვით იცი ვინ შექმნა ქვეყნიერება? ღმერთმა დაიწყო სულიერი ქმნილებების შექმნა. ეს სულიერი ქმნილებები ჩვენი სწავლებით და წმინდა წერილის სწავლებით ეს ანგელოზებია. ისინი ამას ეძახიან იონებს. და ღმერთმა დაიწყო იონების შექმნა. ღმერთმა შექმნა 1000-ობით და 10,000-ობით იონი და ერთ-ერთმა იონმა და მისი სახელი იყო სოფია, ბერძნულად ამას ქვია სიბრძნე, შექმნა ღმერთი. და იცით ვინ იყო ეს ღმერთი? სასტიკი ღმერთი. და იცით ვინ იყო ეს სასტიკი ღმერთი და მისი სახელი რა არის გნოსტიციზმში? ეხლა ჟრუანტელი დაგივლით რო გეტყვით. იახვე. და იახვემ შექმნა სამყარო. ანუ გნოსტიციზმის სწავლებით იახვე სასტიკი ღმერთია და იცით რომ დღეს ქრისტიანობაში ამბობენ ძველი აღთქმის ღმერთი სასტიკი ღმერთია, ახალი აღთქმის ღმერთი სიყვარული, ეს გნოსტიციზმია. ისმინე ისრაელ, უფალი ჩვენი ღმერთი, ერთი ღმერთია. არ არსებობს სხვა ღმერთი, არ არის ძველი აღთქმის ღმერთი და არ არის ახალი აღთქმის ღმერთი, ერთი ღმერთია. და იოანეს ახარება ამბობს, ღმერთი არის სიყვარული. იოანეს პირველი წერილი ბოდიშით. ღმერთი არის სიყვარული. ღმერთი არის სიყვარული. დიდება უფალს. გასაგებია? მაგრამ შეუცნობელია, ჩვენ ვერ ვხედავთ რატო ყამალეკის განადგურებს. ჩვენ არ ვიცით რა არის ეს, რა დევს ამის ფესვებში. მაგრამ მოვა დრო. წმინდა მოციქული პავლე ამბობს, ჩვენ ახლა ვხედავთ ნაწილობრივ, ვიცით ნაწილობრივ, წინასწარმეტყველებთ ნაწილობრივ. იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ბუნდოვნად როგორც სარკისიქით. მაგრამ როცა მოვა სრულყოფილი ნაწილობრივი განქარდება, იოანე ამბობს, ნახეთ როგორი სიყვარული მოგცა მამამ, რათა გვერქვას და ვიყოთ მისი შვილები. ქვეყნიერება იმიტომ არ გვიცნობს, რომ მან ვერ შეიცნო იგი. ეხლა ღმერთის შვილები ვართ. ოღონდ ჯერ არ გამომჟღავნებულ რანი ვიქნებით. მაგრამ როცა გამოჩნდებაო, ვიცით რომ მისი მსგავსი ვიქნებით და ვიხილავთ მას, როგორიც ის არის. ეს არის პირველი იოანეს მესამე თავის პირველი მესამე მუხლები. და როცა ვიხილავთ, როგორიც ის არის, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. ყველაფერი ცხადი გახდება. ეფესელთა წერილში წმინდა წერილი ამბობს, რომ მის წინაშე მოიდრიკება ყველა მუხლი. და ყველა ენა აღიარებს მის დიდებულ სახელს. ყოველი ზეციერი, მიწიერი და ქვესკნელისა. ვაუ. ეს რას ნიშნავს? იმდენად დიდი იქნება ღვთიური სამართალი და ღვთიური ჭეშმარიტება. არავითარი შეკითხვა აღარ იარსებებს. დიდება უფალს. ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, ყველა ზეციერი, მიწიერი და ქვესკნელის. მიხვდება თურმე რაში ყოფილა საქმე. კარგად წაიკითხეთ გამოცხადების მეთქი მოციქულთა საქმის მე-17 თავი. მოდი გადავშალოთ ჩემთან ერთად. მოციქულთა საქმის მე-17 თავი. 1 მუხლი 24 მუხლიდან. ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო და ყოველივე რაც მასშია, იგი არის ცისა და ქვეყნის უფალი. ყველაფერი მის ხელშია. ყველაფერი მის ხელშია. მას უპყრია ყველაფერი, ყველა მოვლენა მის ხელშია, ყველაფერს ის მართავს. ხშირად შეიძლება თვალები შუბლზე აგივიდეს, როგორ? არაფერი ხდება ღმერთის ნების გარეშე.
ასე რომ ჩემო მეგობრებო, მოდი რწმენით აღვიჭურვოთ. იცი, როცა რთული დრო დგება ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენ ხშირად არ ვიცით ეს რატომ მოხდა. როცა ახლობელი ადამიანები მიდიან ჩვენი ცხოვრებიდან, ჩვენ ხშირად ვამბობთ რატომ ღმერთო? რატომ? ხშირად დიდ უსამართლობად მიგვაჩნია. რატომ მოხდა ასე? როცა ჩემს მეგობარს ორი ახალგაზრდა ძალიან ლამაზი შვილები გარდაეცვალათ, მამა ჩემი განადგურებული იყო. მამა ჩემი ამბობდა, ხორწმენაზე მელაპარაკებ, რა სამართალია ამბობს. რატომ? არ ვიცი. არ ვიცი, მაგრამ წამს, რომ ღმერთი ერთგულია. არ ვიცი, მე არ მინდა თვალებმა მომატყუოს. მე არ მინდა გრძნობებმა მომატყუოს. მე მინდა იცი ხშირად ჩვენი რწმენა სადაც არის, იქ არ არის ჩვენი გრძნობები. იმიტომ რომ ჩვენი გრძნობები სულ სხვა რამეს ამბობს. ჩვენი რწმენა სხვა რამეს. უნდა ერწმუნო ღმერთს. და თუ რწმენით დადგები, მოვა დრო და შენი გრძნობებიც დარწმუნდებიან რწმენის უთხოვარობაში. ჰალელუია. ასე რომ მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მოდი რწმენით აღვიჭურვოთ, მოდი ვილოცოთ, მოდი რწმენით ვიდგეთ. მოდი სიტყვა ვილაპარაკოთ, არა იმას რაც ამბობს ტელევიზორი, მოდი სიტყვა გავავრცელოთ. სიტყვა ვილაპარაკოთ, ასე ამბობს უფალი, ეს თქვა უფალმა. მე გასამხნევებლად გეტყვით რამდენიმე მომენტს. იყო წინასწარმეტყველებები, რომლებსაც ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ ეს როგორ უნდა განხორციელდეს. მაგალითად, ესაიას წინასწარმეტყველებაში არის წინასწარმეტყველები, ხა თავიდან მუხლე არ მახსოვს, ისე გამახსენდა. როცა ღმერთი წინასწარმეტყველებს ქალაქ ტვიროსზე და ღმერთი ეუნება ტვიროს, შენ ტვიროს, იმის გულისთვის რომ გული არ დაიმდაბლე, იმის გულისთვის რომ არ მოინანიე, იმის გულისთვის რომ არ მობრუნდი, აგიღებენ და ზღვაში გადაყრიანო. ყველაფერი შეიძლება დაიჯერო რომ ზღვაში გადაყარო ქალაქი როგორ უნდა გადაყარო ზღვაში. იცით რომ ეს წინასწარმეტყველება უკვე აღსრულებული წინასწარმეტყველებაა. სიტყვით აღსრულდა. ესაიას გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე საუკუნე გავიდა და მოვიდა ერთი მეფე, ერთ პატარა ქვეყანაში, მაკედონიაში. დაიბადა ერთი ბიჭი, ალექსანდრე, რომელიც იყო ძალიან სტრატეგი, მეომარი. წარმოუდგენელი რაღაც განიზრახა, სპარსეთის იმპერიის დამარცხება განიზრახა და დაამარცხა კიდეც. დაამარცხა დარიოსი. და როცა მიადგა ქალაქ ტვიროსის ახლოს იყო კუნძული. და მთელი ქალაქი მთელი თავისი სიმდიდრით გაიხიზნენ კუნძულზე და ეს ამ კუნძულს ისეთი მდებარეობა ჰქონდა, ვერც ნავით და ვერც სხვა რამით ვერ მიუდგებოდი. და ალექსანდრემ გასაბრძანება, დაენგრიათ მთელი ქალაქი, ჩაეყარათ ზღვაში და გზა გაეკეთებიათ კუნძულამდე. ასეც მოიქცნენ და დღეს ეს კუნძული აღარ არის, ნახევარკუნძულია. აღსრულდა ესაიას წინასწარმეტყველება სიტყვით. ხშირად წარმოუდგენელი, მაგრამ სიტყვით, ბუკვალურად დიდება უფალს. იმიტომ რომ რასაც ღმერთი ამბობს, ის არის. თუ ღმერთმა თქვა, ის არის. დიდება უფალს. ასე რომ მე არ ვარ მკვლელობის მომხრე. მე ძალიან გული მტკივა, როცა უყურებ მკვლელობას და განადგურებას. ძალიან შეზრული ვარ ამით. არ არსებობს ჩემთვის ერი და ნაცია. ჩემთვის სულ ერთია პალესტინელია, ირანელია, ებრაელია, იმიტომ რომ ღმერთმა ქრისტეში გაგვაერთიანა ყველანი. ძალიან გული მტკივა. მაგრამ სამწუხაროდ, სამყაროში იქნებიან ადამიანები, რომლებიც შეეწირებიან მსხვერპლად უსამართლობას. საფუძველში ჩადებულ უსამართლობას, რისთვის მოკლა კაენმა აბელი, იმიტომ რომ მაშინ მეტოქეს ხედავდა. და კაენის სული დღესაც ცოცხალია. მეგობრებო, მთელი გულით ხელები უნდა აღვაპყროთ ლოცვაში და ვთქვათ შალომ ისრაელ. იმიტომ კი არა რომ ყველაფერი ვიცი. იმიტომ კი არა რომ ყველაფერი გავიგე. იმიტომ კი არა რომ დავალაგე პუნქტებად მე ყველაფერი და ამიტომ არაფერიც არ ვიცი, ვერაფერსაც ვერ ვიგებ, მაგრამ წამს. იმიტომ რომ მე მწამს ღმერთის.
მწამს ღმერთის ეს იმას ნიშნავს, რომ მე ვენდობ იმას. მწამს ღმერთის ეს იმას ნიშნავს, რომ მე ვამბობ, რომ ის ერთგულია. ის ერთგულია. ის ერთგულია. თუ იმან თქვა, ის შეასრულებს. იმისთვის რომ გაგამხნევოთ ერთ ამბავს მოგითხრობთ, ეს ადრეც მოგიყევით. ერთხელ თურმე შოტლანდიაში ეს ნამდვილი ამბავია. შოტლანდიაში ერთმა ცოლ-ქმარმა მიიღეს სიტყვა ღმერთისგან ერთ-ერთ ეკლესიაში. მიიღეს წინასწარმეტყველება, მიიღეს სიტყვა ღმერთისგან, რომ ისინი უნდა წასულიყვნენ აფრიკაში ღმერთის სიტყვის გასავრცელებლად. და ღმერთმა უთხრა მათ, ღმერთმა დაილაპარაკა მათ ცხოვრებაში, ღმერთმა უთხრა, რომ იქ იყვნენ ადამიანები, რომელთა მეშვეობითაც ღმერთი შეცვლიდა მთელი მხარეს. წავიდა ეს ცოლ-ქმარი, ეს არის მე-20 საუკუნის 20-იანი წლები, როცა არ არის ჯერ კიდე სატრანსპორტო საშუალებები განვითარებული. წავიდნენ გემით. მოუწიათ ძალიან რთული მგზავრობა. შემდეგ იარეს ცხენით. შემდეგ სადღაც სოფელში, რომელიღაც სოფელში მთებში ავიდნენ. მე ვარ ნამყოფი აფრიკაში, ნიგერიაში ვიყავი ორჯერ და ნიგერიაში არ გაგვიშვეს სანამდეაც რა არ გაგვიკეთეს ყვითელ ცხელებაზე, იმიტომ რომ ეს ძალიან ისეთი მხარეა ჩვენ ბუნებრივ პირობებთან ცოტა შეუთანხმებელი. მე და ჩვენი პასტორი და ნინო ვიყავით. და როცა მიდიოდნენ ეს ქალბატონი დაავადდა ამ ყვითელი ცხელებით. მალარიით დაავადდა. როცა ავიდნენ სოფელში, რომ დაინახეს, რომ ეს ქალი დაავადებული იყო, სოფელში არ შეუშვეს. უთხრეს, რომ საფრთხე არის, რომ გადაგვედებაო თქვენი დაავადება, არ შეუშვეს ის სოფელში, ამათმა გაშალეს კარავი და დასახლდნენ სოფელთან ახლოს. ყოველ დღე გამოდიოდნენ და დგებოდნენ მუხლებზე და ლოცულობდნენ. ღმერთო, ჩვენ მივიღეთ შენი სიტყვა. შენ ხო გამოგვაგზავნე, შენ ხო გვითხარი. შენ ხო გვითხარი, ჩვენ გვწამს შენი. იცი ჩვენ ხშირად დგევართ წმენით, როცა გვაქვს რაღაცა ლოგიკაში გვაქვს რაღაცა პუნქტები, ალბათ ასე უნდა ღმერთს, ალბათ აქედან მოიყვანს ღმერთი, ალბათ ესე იზავს ღმერთი, ალბათ ესე იზავს ღმერთი და ჩვენ დგევართ წმენით. მაგრამ გადის დრო, პუნქტი პირველი დაინგრა, პუნქტი მეორე დაინგრა. აღარ სასოწარკვეთა იცი რა არის, აღარ არის იმედი, აღარ არის იმედი. გაქრა იმედი. ქრება იმედი. გადის ერთი დღე ესენი დგანან რწმენით, ლოცულობენ, ღმერთო შენ ხო გამოგვაგზავნე, ღმერთო შენ ხო გვითხარი, გაგვიხსენი კარები და არავის მათი დანახვა არ უნდა, არავინ ახლოს არ ეკარება, იმიტომ რომ ეშინიათ ეს ქალია დაავადებული. მაშინ არ იყო მედიკამენტები, არ იყო მობილური, ვინმეს დაურეკა, ვინმე წამალს მოგიტანს, არანაირი საშუალება. სოფელში სადღაც მარტო დაუმთავრდათ პროდუქტები. უკვე შიმშილი ზღვარზე არიან. არავინ აღარ არის. მხოლოდ ერთი პატარა ბიჭი, შავკანიანი, ფერადკანიანი. ყოველ დღე მოდის, მათ ინგლისური არ იცის, ამათ მამათი ენა არ იციან. უბრალოდ მოდის, დადგება და უყურებს მათ. ცნობის მოყვარეობით. როცა დაუმთავრდათ ყველა პროდუქტი, ეს პატარა ბიჭი გარბის თავის სოფელში და ყოველ დღე მოაქვს საჭმელი. ამათვის. ამ პატარა ბიჭს, ნახევრად შიშველს. ყოველ დღე თურმე გაიქცევა თავის სოფელში, მოიპარავს საჭმელს და მოაქვთ ამათვის. და ესენი დგებიან და ლოცულობენ და მადლობას უხდიან ღმერთს. ღმერთო მადლობა, ღმერთო მადლობა შენ, რომ საჭმელს გვაძლევ. მოხდა სამწუხარო ამბავი, ეს ქალი გარდაიცვალა. ეს ქალი და ამათ პატარა შვილი ყავდათ თან. გოგო. ეს ქალი რო გარდაიცვალა, ამ კაცმა დაყარა ფარხმალი, გატყდა. დამარხა ეს ქალი იქ. წამოიყვანა თავისი შვილი, დაბრუნდა შოტლანდიაში, ჩააბარა ეს ბავშვი ბავშვთა სახლში, ახსაზდელად და დაუბარა თურმე, როცა ჩემი შვილი გაიზრდებაო, უთხარიო, რომ მე ღმერთმა მიღალატაო. უთხარი თუ ასე. ეს გოგო გაიზარდა, გადის წლები, ეს გოგო გაიზარდა და რა თქმა უნდა, როცა ადამიანი იზრდება და ბავშვთა სახლში იზრდება, ებადება შეკითხვები, ვინ ვარ მე, საიდან გავჩდი? ეს ყველა მე ოჯახში გავიზარდე, მაგრამ მე მაინც მებადებოდი ეს შეკითხვები. ვინ ვარ მე, როგორ ვარ, სად ვარ, რატო ვარ? და როცა ამ ბავშვმა იკითხა, მას არ დაუმალეს და უთხრეს. მას უთხრეს, რომ შენი მშობლები მისიონერები იყვნენო. მაგრამ არ ვიცითო ჩვენ რა მოხდაო, დედა შენი გარდაიცვალაო, მამა შენმა მოგიყვანა აქ დაგტოვა და თქვა მე ღმერთმა მიღალატაო. და ამ გოგომ თქვა თურმე, თუ ჩემი მშობლები მისიონერები იყვნენო, მეც მისიონერი გავხდებიო. მეც მისიონერი გავხდებიო. იმიტომ რომ რაც ჩემმა მშობლებმა ვერ გააკეთეს, იქნება ღმერთმა ჩემი მეშვეობით გააკეთოსო.
და ეს გოგო გახდა მისიონერი. წავიდა აფრიკაში და მსახურობს აფრიკაში. გადის წლები. ეს გოგო უკვე დიდი ხანია, უკვე ქალია, დასრული ქალია, მსახურობს აფრიკაში და ერთ-ერთ კონფერენციაზე, დიდი კონფერენცია არის, მრავალი რეგიონებიდან პასტორები არიან, ეკლესიის მსახურები, ჩამოსული შეკრებილები ერთად და ერთ-ერთი ახალგაზრდა ესეთი წარმოსადეგი ახალგაზრდა პასტორი გამოდის კათედრასთან და ის ამბობს, რომ მე მინდა დაგიმოწმოთ ჩემ შესახებო. მე ასეთი არ დაუბადებული ვარ, ამბობს. მე დავიბადე ძალიან მიუწდომელ ღრმა რომელიღაც სოფელში. სადაც ადამიანები თითქმის ველურად ცხოვრობენ ყველანაირი ცივილიზაციის გარეშე. ერთხელო ჩვენ სოფელში ჩამოვიდა ერთი თეთრკანიანი ცოლ-ქმარი, შემცხოვრებაში პირველად დავინახე თეთრკანიანი ადამიანიო. და ძალიან მაინტერესებდა ისინი როგორები იყვნენ, მათ პატარა შვილი ყავდათ. და ყოველ დღე მივდიოდიო მათ კარავთან და უყურებდი რა საკეთებდნო. მათ ჰქონდათ ერთი წიგნიო. გადაშლიდნენ ამ წიგნს, ტიროდენო და ცრემლები ეცემოდა ამ წიგნზეო. აღაპრობდენო ხელებს ლოცულობდნენ და მადლობას უხდიდნენ ღმერთს. და ჩემი ცხოვრების მიზნად ვაქციეო, გამეგო რა ეწერა იმ წიგნშიო. გამეგო რა იყო ეს წიგნი ასეთია. გაუთავდათ საჭმელიო, გაურბოდიო მე ჩემ სოფელში. ვიპარავდი ხოლმე საჭმელს და მათთვის მიმქონდაო. გასაოცარი ის იყო საჭმელი მე მიმქონდაო და ისინი იმას უხდიდნენ მადლობასო. და სულ მაინტერესებდაო, დამაინტერესდა და ჩემი ცხოვრების მიზნად ვაქციერო, რო გავიზდები, წავიდოდი აქედან და გავიგებდი ვის ელაპარაკებოდნენო. როგორც კი შესაძლებლობა მომეცაო, დავტოვე ჩემი სოფელი. ჩავედი ქალაქამდე, ვისწავლე წერა კითხვა. ვიპოვე ის წიგნიო, წავიკითხე და გავიგეო, ვის ელაპარაკებოდნენ. დღეს იმ სოფელში 100,000 კაციანი ეკლესია არის. და მე იმ ეკლესიის პასტორი ვარ. ეს გოგო წამოხდა თურმე და გავიდა. შენი მონათხრობი ძალიან გავს ჩემ ისტორიასო, ეს გოგო ეუბნება, მე მგონია, შენ ჩემს შესახებ ლაპარაკობ, ჩემი მშობლების შესახებ ლაპარაკობ. და ეს ბიჭი ეუბნება თურმე, სად არის მამა შენი? და ესაუნა, არ ვიცი, მე ცხოვრებაში არ მინახავს მამაში. ამ ბიჭმა შესთავაზა, წამოდი ვიპოვოთო. დაბრუნდა შოტლანდიაში, დაიწყეს ძებნა. ძალიან რთული იყო მისი მოძებნა. და სადღაც რომელიღაც ხიდის ქვეშ გაბომჟებული უკვე, რომელიც უკვე ძალიან დავადებული და იპოვეს ეს კაცი. მივიდნენ თურმე და ესეუნეო, მე შენი შვილი ვარ, ესეუნეო, შვილი ვარ შემეხო. არა ვარ ღირსი შენ ჩემთან მოხვიდეო, ესეუნეო. იმიტომ რომ მე შენ დაგტოვე, მე შენ მიგატოვე. მე ბავშვთა სახლში დაგტოვე. იმიტომ რომ ღმერთმა მე მიღალატაო. ეს გოგონეო, არა მამა. ღმერთს არ უღალატია. ერთ გულია ღმერთი, უბრალოდ შენ ვერ შეძელი დანახვა. ვისაც ღმერთი გიგზავნი და იმდენად წარმოუდგენელი იყო, რომ შენ ვერ შეძელი მისი დანახვა. აი ეს ახალგაზრდა კაცი ის პატარა ბიჭია, ვისაც შენთან ყოველ დღე საჭმელი მოქონდა. ღმერთი გიგზავნი და მაგრამ უბრალოდ შენი წარმოსახვები ქონდა, შენ იმას ვერ ხედავდი. არა, ერთ გულია ღმერთი. და ამ კაცმა დაიბარა თურმე. ძალიან მალე გარდაიცვალა. ძალიან დავადებული იყო. ჩემ საფლავზე დააწერეთო. ერთ გულია აღმთქმელი. ერთ გულია ღმერთმა თუ თქვა ღმერთი აღასრულებს. ღმერთი აღასრულებს. ღმერთი არ არის ბოროტი, ღმერთი კეთილია. მეგობრებო, მე არ ვიცი, საერთოდ არ ვაპირებდი ამის დამოწმებას, მაგრამ ერთი რამე იცოდეთ. მოდი ვერ წმუნოთ ღმერთს. მოდი, იცი, ჩვენ ხალხში ხშირად ყველაფერი ვიცით, ყველაფერზე დასკვნებს ვაკეთებთ, ყველაფერზე ჩვენი წარმოდგენები გვაქვს, ყველაფერზე პასუხი გვაქვს. სინამდვილეში არაფერიც არ ვიცით. წარმოდგენაც კი ჩვენ 10 წუთის მერე რა იქნება ის არ ვიცით. ჩვენ არ ვიცით ხვალ რა იქნება, ზეგ რა იქნება. ღმერთმა საუკუნეების იქით იცის. მისთვის კი არ იქნება, მისთვის არის. იმიტომ რომ ღმერთისთვის ეხლა არის ყველაფერი. ამიტომ მოდი მივენდოთ ღმერთს. მოდით ვიყოთ მშუამდგომლები და მლოცველები ისრაელისთვის. არ ვიცი მე როგორ განვითარდება, ერთი რაღაცა ვიცი. ღმერთი არის ისრაელის ღმერთი. ღმერთი თავის თავს ეძახის ა ブラ ამის, ისაკის და იაკობის ღმერთს. ყველა მოციქული ებრაელი იყო. ყველა ეკლესიის მსახური, პირველი ეკლესიის მსახური ებრაელი იყო. ის ვიზედაც ახალი აღთქმა ლაპარაკობს, ყველა ებრაელი იყო. დიდება უფალს. და რომელთა მე-11 თავში ამიტომ ამბობს წმინდა მოციქული პავლე, განა უარყო ღმერთმა თავისერი, არამც და არამც.
არამც და არამც. ამიტომ მეგობრებო, ჩვენ ერთი რამე გვაქვს მოწოდება ღმერთისგან, ვიყოთ გულშემატკივარი, მლოცველი და მშვიდობის მყოფელი ისრაელისთვის, ღმერთის ერისთვის. ვაკურთხოთ და დავლოცოთ ღმერთის ერი, ისრაელი. სხვადასხვა ჩვენ ხშირად მოგყვავს ხოლმე წმინდა წერილის ადგილები, როცა დაწერილია, რომ როცა დაბრუნდება უფალი თავისი დიდებით, მაშინ შემოკრებსო 4-ვე ქართაგან ადამიანებს თავისი, გაყოფსო მათ, როგორც მეცხვარე გაყოფსო ცხვრებს თხებისგან, დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ და თხებს თავის მარცხნივ და მაშინ ეტყვისო მარჯვნივ მდგომებსო. მოდით, მამაჩემის კურთხეულნო და შედით თქვენი მამის სიხარულში, რადგან მშიერი ვიყავი და დამაპურეთ. წყურვალი ვიყავი და დამალევინეთ. ავად ვიყავი და მომინახულეთ, საპყრობილეში ვიყავი და მნახეთ. მაშინ მიუგებენო მარჯვნივ მდგომი, რომ როდის გნახეთ შენ, ან მშიერ, გახსოვთ ეს ადგილები წმინდა წერილის. და ის ეტყვის, როდის გნახეთ შენ ასეთი და დაგეხმართ, ის ეტყვისო, რაც გაუკეთეთ ერთამ ჩემს მცირე ძმათაგანსო, ეს მე გამიკეთეთ. მეგობრებო, ვიზი არის აქ ლაპარაკი, თქვენ როგორ ფიქრობთ? ან რა სამსჯავროა ეს? ხშირად ადამიანები უყურებენ ეს გადააქვთ ქვეყნიერების სამსჯავროზე გადააქვთ, რომ თითქოს ესე იგი, როცა ჩვენ კუდრებით აღდგებიან ადამიანები, წარდგებიან და ასე იქნება გასამართლება, ეს ასე არ არის. ეს ის სამსჯავროა, როცა ადამიანები ათასწლოვან მეფობაში უნდა შევიდნენ. ერთადერთი კითხვა, რაზედაც პასუხი უნდა გასცენ, რაც გაუკეთეთ ერთამ ჩემს მცირე ძმათაგანს. და ვინ არის ეს მცირე ძმათაგანი? ისრაელიერი. დიდება უფალს. იცი ხშირად ჩვენს მიმართ ის ბრუნდება ხშირად, რასაც ვთესავთ. თუ რწმენით მიუდგებით ამ საკითხებს, რწმენით მივიღებთ ჩვენ ცხოვრებაში. ასე რომ, ნუ მიენდობით თვალებს და ნურც პროპაგანდას. მოусმინეთ ღმერთის სიტყვას და მოусმინეთ ღმერთის ხმას და რწმენით დავდგეთ და რწმენით ვიდგეთ და ვიყოთ ისრაელის მაკურთხებლები. თემა რაც დღეს უნდა მინდა გაგიზიაროთ და გადმოგცეთ, ეს იგივე თემის გაგრძელებაა, რაც წინა კვირაში ვილაპარაკეთ, იმიტომ რომ ძალიან ისეთ რეჟიმებში გვიწევს მსახურება დრო, არც მაშინ გვეყო და მე მგონი არც დღეს გვეყოფა. ასე რომ მინდა დაწყებული გავაგრძელოთ და დაწყებული დავასრულოთ. არ ვიცი ვინ შეძელით და ვის ჰქონდათ შესაძლებლობა ჩვენი ეკლესიის უფროსი პასტორის წინა კვირის მსახურება მოგესმინათ. ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა იყო და მინდა ეს სიტყვა გაუზიაროთ ერთმანეთს. მინდა ეს სიტყვა მიტო არ არის, სხვათა შორის ერთი რამე იცოდეთ, რომ ბიბლია წასაკითხი წიგნი არ არის. ბიბლია არ უნდა წაიკითხო. მე ბიბლიას ვკითხულობ. ბიბლია არ არის რომანი, რომ იკითხო. ბიბლია ცხოვრების წიგნია. ბიბლია უნდა შეისის ხორცო. ბიბლია შენი ცხოვრების კურსად უნდა ის აქციოს. სხვათა შორის თუ აიღებთ იოანეს სახარების პირველ თავს, იოანეს სახარების პირველ თავში პირველივე მუხლი ამბობს, დასაწყისში იყო სიტყვა. სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. ის იყო დასაწყისში ღმერთთან და ყოველივე შექმნილია მის მიერ. ეს არის პასუხი ყველაფერზე. ანუ ღმერთმა შექმნა ყოველივე. სამყარო მისი ქმნილება, მისგან არის შექმნილი. ყოველივე შექმნილია მის მიერ და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა. იოანეს პირველი თავის 14 მუხლი ამბობს, რომ სიტყვა გახდა ხორცი და დამკვიდრდა ჩვენ შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსეო. დიდება უფალს. მეგობრებო, სიტყვა დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. რა არის სიტყვა? სიტყვა არის ღმერთის აზრი. ღმერთმა, ეს კი არ არის ღმერთი. ეს არ არის ღმერთი. ეს ღმერთის სიტყვა. ეს ღმერთის სიტყვა. და ამ სიტყვაში ღმერთმა თავისი აზრი გადმოგცა. და მისი აზრს როცა გავიგებთ, მისი აზრის გაგებით, ჩვენ მის ნებას ვიგებთ. ჩვენ ვიგებთ რა სურს ღმერთს. გასაგებია? მეგობრებო, ერთხელ ერთი სახუმარო ამბავი მოგიყევით თუ გახსოვთ. ხშირად ჩვენ იმის გამო რომ არ ვიცით ღმერთს რა სურს, ჩვენი წარმოდგენების და შეხედულების მიხედვით ვცდილობთ მას ვასიამოვნოთ. როგორები ჩვენ ვართ, გონი არ ღმერთიც ასეთია.
იმიტომ რომ ადამიანები ჩვენს წარმოსახვაში არის ასეთი რაღაცა, რომ ღმერთი ითხოვს ჩვენგან, თუ არ მოგხრთამავ მას და თუ ამას არ გააკეთებ, ღმერთი გაბრაზდება და განრისხდება და რაღაც იქნება. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ასეთი. ჩვენი ღმერთი გონია როგორ მომხვეჭელი, რაღაცას ეძებს. ნასუქნახ და თუ წაიკითხავთ 59 ფსალმოს, იქ წერია, რომ განა ვაცების ხორცს ავჭამ და ვერძების სისხლს ავსვავ. მაგრამ ჩვენ ხშირად ეს არ გვაინტერესებს. იმისთვის რომ ღმერთს ასიამოვნო, ღმერთს უნდა იცნობდე. შეუძლებელია ღმერთს ასიამოვნო, თუ მას არ იცნობ. იმისთვის რომ ღმერთს და როგორ გაიცნობ ღმერთს, თუ მის სიტყვას არ ეზიარებ. და ყველაზე ცუდი რა არის, იცი? ვისაც უნდა რომ გვასწავლოს მას რა სიამოვნებს, ჩვენ ამას დამცირებად მივიჩნევთ. ამიტომ დღეს არის დრო მოისმინო და გაიგო, რა სურს ღმერთს შენ ცხოვრებაში და ჩემ ცხოვრებაში. დასაწყისში იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. და სიტყვა გახდა ხორცი და მოვიდა და დამკვიდრდა ჩვენ შორის მადლითა და ჭეშმარიტებით ახსავსე და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც მამისაგან მხოლოდ შობილის დიდება. და იოანეს ახარების პირველი თავის 11-13 მუხლებს თუ წაიკითხავთ. ხოლო ყველას ვინც მიიღო იგი, ვინ? ქრისტე, სიტყვა. ხოლო ყველას ვინც მიიღო იგი, მისი სახელის მორწმუნეს, მისცა ძალაუფლება გამხდარიყვენ ღმერთის შვილები, რომლებიც არც სისხლის ნდომისაგან, არც მამაკაცის ნდომისაგან, არამედ ღმერთისაგან იშვნენ. ეხლა ნახე, ჩვენთან ყველა ამბობს, რომ ღმერთის შვილია. მაგრამ როგორ? შვილი ვინ არის? ვინც დაიბადა? მაგრამ ვისგან? ვინც აქ ხარ, თქვენ ჩემი შვილები ხართ? არა, აი იქიც და ისა ჩემი შვილი გავიდა. მე სამი შვილი მყავს. და რატო არიან ისინი ჩემი შვილები? იმიტომ რომ ჩემგან დაიბადნენ. გასაგებია? მე ვარ მამა ჩემი შვილი, თემური ჭანკვეტაძის შვილი ვარ. მისგან დავიბადე და მიტო. გასაგებია? თქვენ ყავთ თქვენი მშობლები, თქვენ მისგან დაიბადეთ. ქრისტე ზუსტად ამას ეუბნეოდა ნიკოდემოს, როცა უთხრა ხორცისაგან შობილი ხორცია, სულისაგან შობილი სულია. როგორც ვიშვით ხორციელად, ასე უნდა ვიშვათ მამისაგან. ღმერთის შვილი ის არის, ვინც ღმერთისაგან იშვა. და ქრისტემ ზუსტად ეს უთხრა, თუ არ იშვებიო მაღლიდან, ვერც კი იხილავს ასუფეველს. ზოგს გონია ცხვარს თუ დავკლავ და რაღაცას თუ გავაკეთებ და ამას თუ არა, რაც არ უნდა მოიმოქმედო ამ წუთის სოფელში, ერთადერთი საშუალება ზეციდან შობა. როგორ უნდა იშვა ზეციდან? უნდა მიიღო იესო ქრისტე, როგორც შენი პირადი მხსნელი. როგორ უნდა მიიღო ქრისტე? ქრისტე არის სიტყვა. თუ სიტყვას იღებ, შენ მას იღებ. თუ სიტყვას მიიღებ, თუ სიტყვას დაემორჩილები, როგორ უნდა დაემორჩილო ღმერთს? გიფიქრიათ ამაზე? რაც ნიშნავს ღმერთს დაემორჩილო? სიტყვას როცა ვემორჩილები, იმიტომ რომ ეხლა თქვი უკვე სიტყვა არის ღმერთის აზრი. ღმერთის გადმოცემული აზრი. როცა აზრს ეცნობ, იგებ მის ნებას. თუ რა სურს მას? დღეს ამბობენ ძველი აღთქმა, ახალი აღთქმა. არ არსებობს ძველი და ახალი აღთქმა. ეს ჩვენ გავყავით პირობითად. იმიტომ რომ მეორე ტიმოთეს მესამე თავის 16 მუხლში წერია მთელი წერილი ღვთისმსულიერია. 10 მცნება, რაც ასე დღეს ასე პოპულარულია, საერთოდ არ არის ახალ აღთქმაში. ხო იცით რომ ეს ძველი აღთქმის სიტყვა გამოსვლის წიგნშია მე-20 თავში. და როცა ამას ვკითხულობთ, ჩვენ ვიგებთ თურმე რა უნდა ღმერთს, რა სურს ღმერთს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცეებია. სიტყვამ უნდა შეცვალოს ჩვენი საქციელი და ჩვენი დამოკიდებულება. ჩვენ ხშირად გვინდა ღმერთის სიტყვა ესე იყოს გამოყენებული, რომ აბა მაგან ესე მითხრა და იმიტომ არ აქვს ამას მნიშვნელობა, ჩვენ ვემორჩილებით განუხრელად. მეგობრებო, წინამსახურებაზე ჩვენ ვილაპარაკეთ პირველი მეორე პეტრეს ბოდიშით მეორე პეტრეს პირველი თავის მე-4 მუხლიდან მე-7 მუხლის ჩათვლით ქვევით.
იქ არის 7 საფეხური ჩამოთვლილი. და იქ წერია რები უნდა განვავითაროთ ჩვენ. და მას სიტყვა გვეუბნება. თუ გვინდა რომ ჩვენი ცხოვრება გარდაისახოს, შეიცვალოს და მისი ნების მსახურება დავიწყოთ. ერთი მუხლი მინდა წაკიკითხოთ, იმიტომ რომ ყველაფერს ვეღარ გამოვიკვლევთ და ყველაფერზე ვეღარ ვილაპარაკებთ. ეს არის რომაელთა წერილი მე-14 თავი. დაუკვირდით, რომაელთა წერილი მე-14 თავი. ვინაიდან ღმერთის სასუფეველი და თანამედროვე ენაზე ვთქვათ, ღმერთის სამეფო, ცათა სასუფეველი. ჩვენ ამ სიტყვას ვახსენებთ ხოლმე, როცა დასაფლავებებში ხვდებით. სასუფეველი დაუმკვიდროს ღმერთმა. იმას კი არ უნდა დაუმკვიდროს, ჩვენ დაგვიმკვიდროს. ცათა სასუფეველი აქ უნდა დავიმკვიდროთ. თუ აქ არ დაგიმკვიდრებია ცათა სასუფეველი, იქ ვერავინ ვერაფერს ვერ დაგიმკვიდრებს. ამის რწმენა გქონდეს. ღმერთი არ არის უსამართლო. ღმერთი არ ცვლის კანონებს. ღმერთმა თქვა სიტყვა. სხვადასხვა მეგობრებო, იცოდეთ, ღმერთის სიტყვიდან გამომდინარე არსებობს ღმერთის კანონები. დღეს ძალიან ბევრი ანა კანონი კი არა მადლი. მადლი მაშინ არის მადლი, როცა კანონს ემორჩილება. თუ საგზაო ნიშანია რომ 50 კილომეტრ სიჩქარით უნდა იარო, კილომეტр/საათის სიჩქარით და 250-ით გაივლი, იქ მადლი ვეღარ დაგიცავს. იქ რაღაცა კატასტროფა მოხდება. რაღაც კატასტროფა მოხდება. მადლი ესე არ მოქმედებს. თუ იცი რომ მე-9 სართულიდან არ უნდა გადმოხტე, იცი როდის გიცავს სიტყვა, როცა ემორჩილები გრავიტაციის კანონს. მაგრამ შენ შეგიძლია აგერ არის корпуსი 5 სართულიანი, ახვიდე და გადმოხტე თავით. და არ ღვევ კანონს, არა, კანონი დაგარღვევს. კანონი დაგარღვევს. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, მეგობრებო, რომელთა მე-14 თავის მე-17 მუხლში წერია, რომ ცათა სამეფო საჭმელ სასმელი კი არ არის. სამი რაღაც არის ჩამოთვლილი. ვინაიდან ღმერთის სამეფო საჭმელ სასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმინდით. სხვა თარგმანი ამბობს სულიწმიდაშიო. და მე-18 მუხლი. ხოლო ვინც ამით ემსახურება ქრისტეს, იგი სასურველია ღმერთისთვის და მოსაწონი ადამიანებისთვის. ვინც ამ სამი რაღაცით ემსახურება ქრისტეს, ის სასურველია ღმერთისთვის და მოსაწონი ადამიანებისთვის. მეგობრებო, მე მინდა დღეს ჩემი მოწოდება ეს არის მოგიწოდოთ სიტყვისკენ. მოგიწოდოთ სიტყვისკენ. სიტყვის თანახმად. ვიცხოვროთ სიტყვის თანახმად. მოუხმოთ სიტყვის თანახმად. ჩვენ ვეყრდნობით არა ვიღაცის წარმოდგენას, არამედ ღმერთის სიტყვას. თუ ღმერთის სიტყვა ამბობს, ის ასე ამბობს. ხალხო ყოველნო შემოგკარით ტაში და განადიდეთ ღმერთი გალობის ხმით. ამიტომ ჩვენ ტას მიტო კი არ შემოგკრავთ, რომ ერთმანეთს უკრავთ ტას. ყველა ქებადიდება, ყველა ხოტბა, ყველა თაყვანისცემა ჩვენ ღმერთს ეკუთვნის. ჰალელუია. დიდება უფალს. ასე რომ კიდევ ერთხელ მინდა დღევანდელ დღეს მოგიწოდოთ სიტყვისკენ. რატო ვართ ჩვენ ისრაელზე გულშემატკივარი? სიტყვა ამბობს ასე და მიტო. და რატო გჯერა ამის ასე ჯიუტად? სიტყვა ამბობს ამას და სიტყვა უთხოვარია. ყველაფერი სიტყვის გამგებლობის ქვეშ არის. ის მარადიულია. ის ურყევი ავტორიტეტია. ჩვენ ხშირად ვაკეთებთ ხოლმე ამ ახსარებას. ვიღებთ ბიბლიას და ვიმეორებთ. ეს არის ღმერთის სიტყვა. მოდი გაიმეორეთ ჩემთან ერთად. ეს არის ღმერთის სიტყვა. მე მწამს მისი. მე ვენდობი მას. და ის აუცილებლად აღასრულებს ყველაფერს. რაც იქ არის დაწერილი. ჩემს ცხოვრებაში. თუ მე გავყვები მას. დიდება უფალს. იცი,
სიტყვა არ არსებობს ჩვენი ბიბლია, მათი ბიბლია. ერთია ბიბლია. დიდება უფალს. კი არის მცდელობები ვიღაცამ რამე შეცვალონ იქ, მაგრამ ვერაფერს ვერ შეცვლის. იმიტომ რომ ღმერთის სიტყვა ზეცაშია გამტკიცებული. ამას ამბობს წმინდა წერილი. ასე რომ მეგობრებო, ვიცხოვროთ სიტყვის თანახმად. ვიშრომოთ სიტყვის თანახმად. ვილაპარაკოთ ერთმანეთში სიტყვის თანახმად. სადაო საკითხები თუ გაჩნდა, გავარკვიოთ სიტყვის თანახმად.